მოგესალმებით. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც რეკავს და ჩვენს დაახმარებას ითხოვს ჩვენს იურიდიულ სამსახურში. ჩვენ პროცესი ვნახოთ, როგორი არის მუშა პროცესი. აბა წამოვბრძანდით კეთი. მოგესალმებით. ჩვენი იურისტები არიან, მუშა პროცესია შალვა. მოგესალმებით და როგორი განწყობა? საბრძოლო, სამუშაო. ანა, წამოვბრძანდით ერთ წუთი საქმე მაქვს. შალვა, თქვენც წამოვბრძანდით. ანა, გუნდი როგორია? მზად არის? ნებისმიერი ადამიანი რომ მოვიდეს და დაჭირდეთ, მზად ხარ. მოგესალმებით. აგერ მუშაობენ. ბატონო თამას, წამოვბრძანდით. აქაც განწყობა არის ძალიან კარგი. ანა, მოდი აბა, გაგვიძახი აბა დირექტორის ოთახი საით არის. მობრძანდით. მარჯვნივ ვნახოთ აბა რა ხდება. მოგესალმებით. როგორ არის საქმეები? მიდის? მოგესალმებით. წამოვბრძანდით, რაღაც პატარა საქმე გვაქვს. წამოვბრძანდით. აი, აქედან იწყება საქმე. წამოვბრძანდით, აბა როგორი განწყობა, ანა, ხო არის მშვიდობა? ბიჭებო, როგორ არის საქმე? უკვე პირველი მეორე დღეა საქმე რომ დავიწყე და საქმე არის უამრავი, ამიტომ მობრძანდით. მოგესალმებით. კეთი როგორ ახარ? დაბრძანდით, გადაინაწილეთ ადგილები. მობრძანდით თქვენ ქალბატონო. მობრძანდით, აქ დაბრძანდით. მე მინდა კიდევ ერთჯერ აუხსნა მოსახლეობას თუ რას ვაკეთებ. ძალიან ბევრი არის ტელეფონის ზარი, ბევრი ადამიანები მოდიან და ზუსტად მინდა აუხსნა რა ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები უჭირთ თუ სად არის ეს ადგილი. ეს ადგილი არის მათე მოტორსის ოფისში დიღომში და იქ არის ყველგან ტელეფონის ნომერი მითითებული, დარეკეთ და ნებისმიერ კითხვაზე გაგცემენ პასუხს. წარმოიდგინეთ 3-4 დღის განმავლობაში იმდენი ზარია შემოსული და იმდენი მომხმარებელია მოსული, მე ზუსტად ვიცოდი კეთი რას ვაკეთებდი და ჩვენ როგორ ვჭირდებოდით ადამიანებს. წარმოიდგინეთ, აი, არ მინდა განახოთ ადამიანები, ირანელები როგორ ართმევენ სახლს ადამიანს და აქ არის მოსული 1, 2, 3. ჩვენ ვმუშაობთ ნებისმიერი მიმართულებით, ხო ანა? ნებისმიერი მიმართულებით. აი, ადამიანს სადაც ექნება პრობლემა, ჩვენი გუნდი ყველა ერთად არის და იქნებიან იქ. ახლა მთავარი რა მინდა გითხრათ. აი, შეხედეთ, ეს არის სიმართლის დრო. ჩვენ ეს რატო გავაკეთეთ? ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ვიღაცას უნდა დავეხმაროთ. ვიღაცას ვიღაცა არ უნდა დავაჩაგრიოთ. აი ამ ქვეყანაში დაჩაგრის მომენტი უნდა ამოიღოს საერთოდ ცნებიდან. ახლა ახალგაზრდები არიან. გუნდი ნახეთ თუ როგორი მზად არის მუშაობისთვის. ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდური გუნდია შეკრებილი. და მინდა უთხრა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საქმეზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. ახლა ახალგაზრდები არიან, ხო, ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან და ახალგაზრდები შესწავლას არ დაუშვებენ და ზუსტად იციან ახალგაზრდებმა რა უნდა გააკეთონ. და რატო არიან ნაწყენები ადვოკატებზე? იმიტომ რომ ნაწყენები არიან და მეც ბევრზე ნაწყენი ვარ, ხო? აქედან გამომდინარე, თუ რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენს კომპანიაში არის სიმართლის დრო. აქ მხოლოდ და მხოლოდ იქნება სიმართლე. აქ არის ახლა
მოვიწვიე თხოვე რომ მინდოდა ჩვენს კომპანიაში ყოფილიყო ადამიანი რომელსაც ძალიან დიდი გზა აქვს გავლილი და ჩვენ ახალგაზრდები თქვათ რაღაცა კუთხით შეცდომა რო არ დაუშვათ და ნებისმიერ საკითხს რო გადაამოწმებს ურჩევს და ერთად რო შეისწავლიან ნებისმიერ საქმეს და ნებისმიერ საქმეს რო გაუძღვებიან და უნდა იყოს საქმე რა თქმა უნდა გამართული. ბატონ თამაზის თხოვე რომ ჩვენს კომპანიაში მოსულიყო და ამ ახალგაზრდებთან ერთად ამ საქმეში ჩართულიყო და ახალგაზრდებისთვის კონსულტაცია გაეწიათ. ბატონ თამაზის აქვს ძალიან დიდი გზა გავლილი. ეს ადამიანი იყო იურისტი, მოსამართლე და თუ ვინმე იტყვის დღეს საქართველოში აი დამისახელეთ ერთი ადამიანი, წესიერი ადამიანიო, ეს არის ბატონი თამაზი და მე მას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ვინაიდან მან მე რა ვთხოვე, ბევრი თავისი პირადი საქმეები აქვს, მაგრამ დამთანხმდა და მოვიდა და მინდა რომ აი ამ ახალგაზრდებთან ერთად იმუშაოს. ბატონო თამაზი, ამდენი წლის გამოცდილი ადამიანი ვზანდებით, მაგრამ ეს არის ჩემგან ჩვენი კომპანიიდან ქალბატონი ქეთიდან ყველაზე ძვირფასი. ყველა ადგილი, სადაც თქვენ გიმუშავიათ, რა თქმა უნდა, იყო ძვირფასი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. რას ეტყოდით ახალგაზრდებს და რას ეტყოდით ახალგაზრდებს და საქართველოს მოსახლეობას? მაქვს პატივი მივართო საქართველოს საზოგადოებას იმ ნაწილს, რომელიც ამ წუთში ან მომავალში მოგვისმენს და გამაკვირდება, უკვე ნაწილობრივ ცნობილი არის, ცნობილი ბიზნესმენის, ხელმოქმედის ბატონი გელასაია მოაღრესაც საჭირო და საინტერესო ნაბიჯის აქტიურად ნოვაციის შესახებ, როდესაც მან გადაწყვეტა ამა თუ იმ მოსაზრებით, რომელიც მისი პირადულია, შეიქმნა უძლიერესი იურიდიული ფირმა, რომელიც გარანტირებულ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას შესთავაზებს ნებისმიერ დარგში, სამართლის ნებისმიერ დარგში საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო. ეს საერთაშორისო ფირმა გახლავთ. ჩვენ ურთიერთობა გვექნება სხვა ქვეყნებთან, აზიაში, ევროპაში და სხვა მრავალი გეგმები აქვს, რომელსაც თვითონ თავის დროზე ბატონი გელა მოგახსენებს. მე რა მინდა ვთქვა, აქცენტი გაკეტა სავსებით სწორად ახალგაზრდებზე, მაგრამ არა ჩვეულებრივ ახალგაზრდებზე, არამედ ვინც გაუძლო და გაიარა ურთულესი. დიდი მადლობა. რა სიტყვი ერთი სიტყვით? გულწრფელი და კარგი შეფასებისთვის და ვიტყოდი, რომ ჩვენი ადვოკატების გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მზად არის, რომ თქვენი ინტერესების დასაცავად ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს იმისათვის, რომ თქვენი უფლებები იქნეს სათანადოდ დაცული. და თუ გაქვთ ნებისმიერი სახის პრობლემა, მნიშვნელობა არ აქვს სამართლის დონე დაიწყე არის საუბარი, ჩვენ ზარდად დავიწყეთ თქვენი ინტერესებს. ქალბატონს ვთხოვოთ ორი სიტყვით პირველი დღიდან აქ არის და აი პირველი დღიდან დღემდე აი როგორ განწყობაზე ხარ და როგორ ფიქრობ? ჩვენ შევძლებთ იმას, რაც შეუპირდით მოსახლეობას. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმას, რაც შეუპირდით მოსახლეობას. მოსახლეობას შეუპირდით, რომ დავიცავდით მაქსიმალურად მათ უფლებებს. კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდი მზად არის იმისათვის, რომ დაიცვას თქვენი უფლებები. დიდი მადლობა. ბატონ შალვას გადაეცით. ბატონო შალვა, რა სიტყოდით? მოგესალმებით ყველას. მადლობა დღევანდელი დღისთვის და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგმართოს და სიმართლეს ნამდვილად იპროვის ჩვენი დახმარებით ნებისმიერ ინსტანციაში, ნებისმიერ სფეროში. ველოდებით. ქალბატონ, ქეთის კიდევ ერთი ნახევარი წუთით ვინაიდან დრო ჩვენთვის როგორც კერძო პირებს, ასევე მინდა მოგმართოთ ბიზნესებს, რომ ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ყველა მიმართულებით, ასევე თანამშრომლობის კონტრაქტების მიმართულებით და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით. თუ რაღაცა ისე არ არის თქვენ კომპანიაში, ან გგონიათ, რომ არსებობს გარკვეული საფრთხეები, მობრძანდით ჩვენთან, გავაკეთებთ იურიდიულ აუდიტს და ყველანაირი საფრთხისგან დაგიცავთ. მარიამ, რა სიტყოდი? აი დავიწყეთ 3-4 დღეა. აი როგორი კმაყოფილი ხარ? მოლოდინს გადავაჭარბეთ, ნამდვილად უამრავი საქმე მივიღეთ. ბაბძანეთ. მადლობა.
ჩვენ ჩართულები ვართ მაქსიმალურად, გუნდი ყველაფერს აკეთებს ქალბატონი ქეთევანის ხელმძღვანელობით, ბატონი გელა მაქსიმალურად არის ჩაბმული ყველა საქმეში და თქვენ ჩვენთან იმედიანად იქნებით. მოიტანეთ ყველა საქმე მობრძანდით, გელოდებით დიდი სიყვარული. მე მინდა კიდევ მოსახლეობას მივმართო ერთი რამ. კეთი, ჩემი ერთი თხოვნა რა არის? 1000 ადამიანიდან აგირჩიე და დარწმუნებული ვარ, რაც ადამიანებს ჭირდება. ვისაც პრობლემა აქვს, იმ ადამიანებს რა ჭირდება? იმ ადამიანებს ჭირდება დახმარება და შენმა გუნდმა არავითარ შემთხვევაში ქვეყანა რო დაინგრეს, არავის არ უნდა გაურიგდეს. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ნებისმიერი საქმე. აქ რა არის? ეს არის ნდობა, ხო? თუ არის სიმართლის დრო არის ჩვენთვის ნდობა. უბრალოდ კიდევ ერთჯერ გავიმეორებ. მე ვერ წარმოვიდგენდი თუ საქართველოში ეს პრობლემა იყო, ამდენი პრობლემა თუ იყო. მე მეგონა მარტო პირადად ჩემთან იყო პრობლემა და აქ თურმე ნახევარ საქართველოში ყოფილა პრობლემა. თქვენ წარმოიდგინეთ, ქალბატონი თავის ოჯახთან ერთად არის მოსული და ქვევით ტირიან. უბრალოდ ჩვენ ამას ჯერ საზოგადოებას არ ვაჩვენებ და ესეთი არის ათასობით. ჩვენ ყველაფერს გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდა გუნდი ყოველდღიურად ვიღაც ადამიანს დაეხმაროს და ის პრობლემები აღმოფხვრას, რაც პრობლემები იყო. ამიტომ შეიქმნა ეს კომპანია. ბატონო თამაზ, ქალბატონო ქეთი, ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ყველა თავის ადგილზე ზის და ყველა მუშაობს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ერთ ადამიანს მაინც მოვეფეროთ და თავისი სიმართლე დავამტკიცებიოთ. ბატონო თამაზ, ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, გისურვებთ წარმატებას და გელოდებით. ტელეფონის ნომერს რო კითხულობთ, ტელეფონის ნომერი ყველგან არის მითითებული. ნებისმიერ დროს დარეკეთ და ნებისმიერ დროს შალვა უპასუხებს ნომერზე და თვითონ დირექტორი ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, ვინაიდან საქმე უნდა დაჩქარებული წესით განვიხილოთ ნებისმიერი საქმე. იქნება რა თქმა უნდა ჟურნალისტური გამოძიებაც. გისურვებთ წარმატებას, გელოდებით.